მივესალმები ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში ბედნიერ და ღიმილიან დღეს გისურვებთ. დიახ, როგორც უკვე თქვით, ჩვენ ვართ რუსთაველის თეატრის წინ. მე ვიმყოფები ჩემს რესპონდენტთან დათუნა სირბილაძესთან ერთად. როგორც აღნიშნეთ, 24 ნოემბერს დათუნა სოლო კონცერტს გამართავს ესეთ მასშტაბურს რუსთაველის თეატრში და ძალიან ბევრ ახალ ჰიტსაც მოისმენს მსმენელი თქვენგან. დათუნა ძალიან ისეთი შემართებით და ემოციურად ელოდება ამ რიცხვს, ამ თარიღს. დათუნა, პირველ რიგში დილამშვიდობის, თქვენი ემოციები რომ გაგვიზიაროთ, ესეთი მასშტაბური სოლო კონცერტი პირველად გაიმართება, როგორც ვიცი. კი ბატონო, მოგესალმები დილამშვიდობის საქართველო. ნამდვილად ძალიან ვემზადები თბილისში ეგეთი მასშტაბური კონცერტი ნამდვილად პირველად მექნება რუსთაველის თეატრში 24 ნოემბერს. რავი, ძალიან ვღელავდა ბევრ საინტერესო ასე ვთქვათ ვერსიას იმ სიმღერების, რომლებიც მსმენელმა ძალიან კარგად იცის და უყვართ და როგორც ჩემი რეპერტუარიდან, ასევე არა მხოლოდ ჩემი რეპერტუარიდან და ასევე შესრულდება რამოდენიმე ძალიან საინტერესო დუეტი ჩემს უსაყვარლეს კოლეგებთან და თქვენთვის საყვარელ მომღერლებთან ერთად. მე როგორც უკვე თქვენც აღნიშნეთ და მეც როგორც ვიცი, თქვენი მეგობრები, კოლეგები არიან ჩართული, შემოგიერთდებიან. ასევე ცოცხალი ბენდის თანხლებით იქნება კონცერტი. ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვის მოусმენს მსმენელი? შესრულდება დუეტები ანსამბლ შვიდკაცასთან, თეატრალური კვარტეტთან, ანსამბლ ჰერიოსთან. ასევე იქნება ტრიოებიც გიგა აბესაძესთან, ტახა გრიგალაშვილთან ერთად. ასევე იქნება დავით როზაძესთან და ნიკა კირვალიძე, ესენი შვიდკაცას წევრები არიან. ასევე იქნება არაჩვეულებრივი მარიამ როინიშვილი და ნატალია ქუთათელაძე, ტრიო შესრულდება ესეც. დუეტი ქალბატონ მაია ჯაბუასთან, არ მინდა ვინმე გამომჩეს და ნათია პერანიძესთან. ძალიან დიდი მადლობა. ასევე მაინტერესებს ორგანიზატორები ვინ არიან აღნიშნული და რეჟისორიც ეყოლება. ბატონო, ორგანიზატორები არიან არაჩვეულებრივი ჯგუფი, რომლებიც მეხმარებიან რომ ეს საღამო გამოვიდეს ისეთი როგორიც უნდა იყოს. ეს არის ჩემი ნეკასების კორაზე ძალიან გვერდზე მიდგას მის ჯგუფთან ერთად და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კულტურის სამინისტროს შემოქმედებით საქართველოს და ქალაქ თბილისის მერიას, იმიტომ რომ რო არა ეს ადამიანები ეს კონცერტი ნამდვილად ვერ ჩატარდებოდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩემი მხარდაჭერისთვის გადაუხადო და ზოგადად ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი კონცერტი ჰქონდა მათი დახმარებით, ყველა მომღერალს თითქმის და მიხარია რომ ქართულ სიმღერას ესეთი პოპულარიზაცია მიდის და აი ეს მომავალი თაობებიც შეიყვარებენ მათი დახმარებით და რავი, ალბათ ჩვენი წყალობით. ლიკუნა, აუცილებლად უნდა მივესალმოთ. მე წარმატებებს გისურვებთ. პატარა გოგონას მისვათ გონი ბოდიში კარგად არ მისმოდა. ლიკუნა, მინდა რომ მივესალმო დათუნას ქალიშვილს, შესანიშნავ ულამაზეს გოგონას და ვკითხოთ მისი ყველაზე საყვარელი სიმღერა დათუნას რეპერტუარიდან. მამის შემოქმედებიდან ყველაზე საყვარელი სიმღერა რომელია? შენი საყვარელი სიმღერა რომელია? არ ვიცი. ალაგალა, გოგიყვარს? კი მეყვარს ალაგალა. მოდი ხა დავაპატიჟოთ 24 ნოემბერს ყველანი რუსთაველის თეატრში. ლიკუნა, თუ შეგიძლია პროგრამის შესახებაც რომ ვიკითხოთ. გელოდებით ყველას რუსთაველის თეატრში. 20 საათზე. დათუნა, კიდევ ერთხელ პროგრამის შესახებ გვეკითხებიან, კიდევ რომ შევახსენოთ მოყვა. აი, განსხვავებული რა იქნება, რასაც შევთავაზებთ. პროგრამა იქნება როგორც ჩემი სიმღერები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში, რომლებსაც უბრალოდ მე წლის განმავლობაში ვასრულებდი, მათი ახლებული ვერსია იქნება, კეთი გაბისიანი აკეთებს. მე არ მithქოს და მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა იდება ამაში კეთის მხრიდან, ასევე მუსიკალური ხელმძღვანელი ანდრიაძე და ეს ბენდი და აი ფაქტიურად აი შემიძლია ვთქვა რომ ახალი რეპერტუარი წავდგები რა ის სიმღერებიც კი რომლებიც ყველამ კარგად იცის ჩემი რეპერტუარიდან იქნება სულ ახალი ვერსიები და რა მე მგონი ძალიან შეუყვარდება და მოეწონება მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა დათუნა სირბილაძე იყო ჩემი სტუმარი. როგორც უკვე გითხარით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ 24 ნოემბერს რუსთაველის თეატრში შეგიძლიათ მოხვიდეთ. აქ ემღერება გულს ამ სახელწოდებით დათუნა სირბილაძის ესეთი მასშტაბური სოლო კონცერტი გაიმართება და მოკლედ რუსთაველის თეატრი ელოდება მსმენელს. მე დაგემშვიდობებით პოზიტიურ, ბედნიერ და რა თქმა უნდა მზიან დღეს გისურვებთ.